ანსამბლი იამე. ანსამბლი იამე. მოგძანდით ქალბატონებო ჩვენთან. აი რუსკა და სობო ფეხზედგანან თქვენი უთკბილესი სიმღერის შესრულების გამო. შეიძლება მე დავიწყო, შეიძლება. კი ბატონო, რა თქმა უნდა. რახან მუსიკოსი მე მგონი მარტო მე ვარ, ხო? ვაიმე, ჯერ მინდა ვთქვა რომ რატონალობაში მღერიან, რა ძალიან მაგარი თქვენ ხართ ხო პირველი ხმა? არა, აბა? არა. რახან ყველაზე ახალგაზრდა იყო მაპატიეთ, ვიფიქრე რომ თქვენი ბრავო, არ ვიცი, აი მართლა არ ვიცი რა გითხრათ, ესეთი შეხმატკბილებულები, ესეთი ლამაზები, ესეთი კარგები, ესეთი მელოდიურები, ესეთი მუსიკალურები. ძალიან შემეხო და რაღაცნაირად მე სიამოვნა გულზე დიდი მადლობა ამ ემოციისთვის. მადლობა. რუსკა მე ესე დავჯდებოდი ესე და მთელი დღე მოგისმენდით და ვისიამოვნებდი ძალიან ბევრს. ეხლა ძალიან დიდი მადლობა ამ ძალიან დიდი სიამოვნებისთვის. არ ვიცი, ფანტასტიურად ძალიან მაგრები ხართ. ბრავო. ია. ჩემო ძვირფასებო, აბსოლუტურად უერთდები ჩემ კოლეგებს. მე არ ვიცი ეს რა სტილი არის, მე არ ვიცი ეს როგორი ხმებია, მე არ ვიცი ეს რაღაცა ეკომოდის წინა საუკუნედან, მაგრამ თანამედროვე ჟღერადობაც შემოვიდა ჩემს ყურში და თქვენი სიმღერის დროს უბრალოდ იშლება ისეთი საოცარი პეიზაჟები საქართველოს ბუნებისა, საქართველოს სულისა, სუფრის ტრადიციისა თუ ნებისმიერი სხვა რაღაც, რაც ქართულია და ნამდვილია, რომ ნამდვილად როდესაც გისმენდით, აი მაყრი და ჟრუანტელი მივლიდა და ეს მართლაც იშვიათობაა და საერთოდ ამბობენ, როცა ჟრუანტელი გივლის, ესე იგი შენ მანგელოზმაო, ფრთად გაგკრაო და სწორედ როდესაც ვღეროდით, აი ჩემ ანგელოზმა ფრთები გამკრა და აი ესეთი სიამოვნებისთვის ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ნანუკა. მე ვფიქრობ, თქვენი სიმღერის დროს პეიზაჟი არის იმერეთის.
არა მთელი საქართველოსი, ჩემთვის კონკრეტულად, არამედ იმერეთის. თავისი პეცი, იმერული მოგაქვთ და შლით სრულიად სურათს. და აი, ვინც რაც იმერეთში სოფელი აქვს, ვინც იმერეთში ყოფილა, ყველაზე კარგად აი ეს კულტურა და ყველაზე მაგარი, გემრიელი რაც აქვს იმერეთს, მოაქვს ამ თქვენს ხმას. თავისი არ ვიცი, აი ყველაფერი. ძალიან მაგრები ხართ და აი ძალიან დიდი მადლობა რომ დიდი მადლობა. ჭოლა. აი არაჩვეულებრივი ხართ. მეთანხმე მეც დავინახე მაგი და გვათ მოხარშული დედალი, სურნელი მომივიდა პირდაპირ ხმელი სუნელის და ნიურის და იმის. მე ეს არაჩვეულებრივად მღეროდით. აი თუ ალბათ მოსმელი აქვს ვინმეს კორსიკული ან სარდინიული სიმღერები, რომლებიც ამას გავს და ამ დროს ეს ქალაქური რომანსია. ამ დროს შედის თავისი სიღრმით რაღაცა არქაულ უძველეს რაღაცა არაჩვეულებრივ ჰარმონიაში. ერთადერთი მე მაგალითად თქვენ ადგილას იამეს მაგივრად დავერქმევდი იმერელი მამიდები. ძალიან არაჩვეულებრივი ხარ, დიდი მადლობა და ძალიან მიყვარხარ და მოუწოდებ ყველასო დაგირეკო. დიდი მადლობა ჟიურის მაყურებელს კი შევახსენებ რომ დღეს ბოლო ფინალისტებს ვირჩევთ და თუ გსურთ რომ ეს ულამაზესი ჰანგები მოისმინოთ ფინალშიც, მაშინ ეხლავე უნდა დაურეკოთ ნომერზე 09333338. და მხურვალე აპლოდისმენტებით გავასილოთ ანსამბლი